წამყვან ტურიზმში კლება, რა ტენდენციებია ბაზარზე, ამიტომ სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ბორჯომის ბაზრობის ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები თბილისის მერიისგან 2000-დან 10,000 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ, აღდგენილი ბაზრობის გახსნა კი დაახლოებით 6 თვეში იფიქრება. ცხეთასთან მდინარე არაგვზე არსებული ხიდზე მოძრაობა კვლავ შეიზღუდება, აღდგენითი სამუშაოების გამო მოძრაობის შეზღუდვა ღამის საათებში დღეიდან 10 დღის განმავლობაში მოქმედებს. 1 მაისისთვის საპენსიო დანაზოგებმა 6,7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია. პირველი სავაჭრო შეთანხმება ტრამპის გლობალური ტარიფების შემდეგ დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები სრულ და ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე განაცხადებენ. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. პირველ კვარტალში 9.3%-იანი ეკონომიკური ზრდა ანომალიად და არამდგრადად მოვლენად მეჩვენება. ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს და იმ ფაქტორებს აანალიზებს, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე აისახება. ხიშტოვანი 2025 და 2024 წლებში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებს და ბიუჯეტში მობილიზებულ გადასახადების ზრდის ტემპს ადარებს და მიუთითებს, რომ თუ 2023-24 წლებში 7.3 და 7.8%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები პირველ 4 თვეში ნომინალში გაიზარდა 18 და 24%-ით, წელს ამავე პერიოდში 9%-ზე მაღალი ზრდის პირობებში ნაერთ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მხოლოდ 4%-ით იყო გაზრდილი. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, შემცირებულია ფულადი ტრანსფერები, ნულოვანია ზრდა ადგილობრივ ექსპორტში, კლება მშენებლობაში, ხოლო ტურიზმის შემოსავლებში ზრდა მხოლოდ 2.3%-ია. მაკროფისკალური სექტორული და განწყობების ინდიკატორების უმრავლესობა გვეუბნება, რომ წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით მდგომარეობა ან წინა წლის დონეზეა, ან არის გაუარესებული, ამბობს ხიშტოვანი და აღნიშნავს, რომ ერთადერთი ამხსნელი პირველ კვარტალში საქართველოში თუნდაც ზომიერი ეკონომიკური ზრდის არსებობისა შესაძლოა იყოს ბიზნესისა და საბანკო სექტორის მხრიდან სამხმარებლო დანახარჯების ჰიპერაქტიული სტიმულირება, რაც ბიზნესის მოგების შემცირების ხარჯზე უნდა ხდებოდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით 2025 წლის პირველ კვარტალში 9.3%-იანი ეკონომიკური ზრდა ანომალიად და არამდგრად მოვლენად მეჩვენება, რომელიც თუნდაც საქსტატის მონაცემებით სხვა თანაბარ პირობებში მალე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, წერს ეკონომისტი. საქართველოს აეროპორტებს მგზავრთნაკადი გაეზარდა 2025 წლის 4 თვეში ქვეყნის აეროპორტები ჯამურად 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან 24%-ით გაიზარდა აეროპორტების მგზავრთნაკადი მხოლოდ აპრილში. საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 13%-ით, ბათუმის აეროპორტს 54%-ით, ხოლო ქუთაისის აეროპორტს 2%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მონაცემები ისტორიული მაქსიმუმია. წლის პირველი 4 თვე იყო განსაკუთრებით წარმატებული ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიისთვის. სამივე საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 2.200.000-მდე მგზავრს, რაც 13%-ით უფრო მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ ისტორიული მაქსიმუმი ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ მგზავრთნაკადის ზრდის კვალდაკვალ ასევე გაზრდილია ავიარეისების შესრულების რაოდენობა 16%-მდე, რაც რა თქმა უნდა ადასტურებს საქართველოსადმი მზარდ ინტერესს. ეს დასტურია იმისა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს იყოს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება. ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ქვეყანას შემოემატა 4 ახალი ავიაკომპანია, British Airways, EasyJet, Edelweiss, ისევე როგორც Transavia, საფრანგეთი. ეს ნიშნავს გაზრდილ სიხშირეებს, ეს ნიშნავს სტომას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც განაპირობებს მგზავრთნაკადისა და რა თქმა უნდა ტურისტული ნაკადების ზრდას. მნიშვნელოვანი ის დაგვაქვს შესრულებული ავიარეისების კუთხით, კერძოდ 10,000-ზე მეტი ავიარეისია შესრულებული საქართველოს აეროპორტებში, რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ცალკე აღსანიშნავი არის სატვირთო მიმართულებით არსებული ზრდა, კერძოდ წინა წლის 4 თვიან პერიოდთან შედარებით მიმდინარე წელს გვაქვს 61%-იანი ზრდა, 10,600 ტონამდე ტვირთი იქნა გადაზიდული.
პირველ კვარტალში საქართველოსთან საზღვარგარეთ ვიზიტები კი შემცირდა. სტატის მონაცემებით ქვეყნიდან წლის პირველ 3 თვეში 614,700 გასვლა დაფიქსირდა, რაც გამყვან ტურიზმში 4%-ზე მეტ კლებას აჩვენებს. ამასთან ტურისტული ვიზიტები თითქმის 2%-ით არის შემცირებული და 323,000 ტურისტული ტიპის ვიზიტის განხორციელებას აღნიშნავს სტატი. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა მეზობელ თურქეთსა და სომხეთში, მესამე ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნები, მეოთხეზე რუსეთი. რაც შეეხება 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს, ამ წლის ხარჯები 491,9 მილიონი ლარი იყო, რაც 5,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში იმ მგზავრების გამო, რომელთაც ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მიეცემათ, ავიარეისები აღარ შეყოლმდება. ის მგზავრები, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლის უფლებას ვერ მიიღებენ, უკან დაბრუნებამდე სპეციალურ ზონაში დარჩებიან. ამ დრომდე არსებული პროცედურით, ვიდრე ჩამოსული ყველა მგზავრი არ გაივლიდა საპასპორტო კონტროლს, ავიაკომპანიას უკან გაფრენის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რაც რეისების დაგვიანებას იწვევდა. რამდენად ხშირია საქართველოსთან მგზავრების უკან გაბრუნების ფაქტები და ვინ უნდა უზრუნველყოს უკან გაბრუნებამდე აეროპორტის სპეციალურ სივრცეში მათთვის საჭირო სერვისების მიწოდება, ასევე რა ტენდენციებია დღეს ტურიზმის სექტორში. ამ თემებზე ვსაუბრობთ დღეს საქმის კურსში სალომე ბერაია, პეგას ტურისტიკ ჯორჯიას გენერალური დირექტორი. გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. სალომე, მოგესალმები. მოგესალმები. მადლობა, რომ გამოძებნეთ დრო და შემოგვიერთდით. პირველ ეტაპზე მინდა ვისაუბროთ ამ სიახლეზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ არ დაელოდება ავიაკომპანია იმ მგზავრებს, რომლებიცაც ქვეყანაში არ შემოუშვებენ და ის დაგეგმილ რეისებს განრიგის მიხედვით შეასრულებენ. თქვენი შეფასებით, როგორ აისახება ეს საერთოდ ამ სექტორზე, რამდენად მნიშვნელოვანია იყო ეს გადაწყვეტილება ავიაციის სექტორისთვის? დამერწმუნება ალბათ ყველა ჩემი კოლეგა, ეს არის ნამდვილად ძალიან კარგი ინიციატივა, წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და გასახარებელი ამბავი, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თქვენ თვითონ აღნიშნეთ, ძალიან ხშირი იყო დაგვიანების ფაქტები, იმის გამო თუ რამდენი ხანი ელოდებოდა კონკრეტული ბორტი, ყველა იმ ჩამოსულ მგზავრს, მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხშირია, როდესაც საზღვარზე არ წარმოადგენენ ყველა იმ საჭირო დოკუმენტაციას, ჯავშნებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, მგზავრების მოუწესრიგებელი, ვთქვათ, იმ საბუთებისა, რომელსაც ითხოვს საზღვარი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ საერთაშორისო ტუროპერატორი ვართ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვახორციელებთ რეისებს შესაბამისად ყველა რიგით ქვეყნებში, წამყვან ქვეყნებში და განვითარებულ ქვეყნებში ეს წესი უკვე დიდი ხანია არსებობს. მოგეხსენებათ, არსებობს საერთო ავიაციის კანონების სტანდარტები, რომლის მიხედვითაც ძალიან ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია უკვე ავიაკომპანიები არ ელოდებიან უკან მოbrunებულ მგზავრებს და მგზავრები იძულებულები ხდებიან, თქვათ, კონკრეტულად მათთვის განკუთვნილ სივრცეში თუ სფეროში დაელოდნონ უკვე შემდეგ რეისს, რომელსაც შეეძლებათ უკვე თქვათ ისარგებლონ ამ სერვისით. რა თქმა უნდა, ეს უარყოფით შედეგებსაც გამოიღებს უკვე მგზავრების მხრიდან, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, საქართველოს არ იქნება ერთადერთი გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში უკვე ძალიან დიდი ხანია ადაპტირებული კანონია და ადაპტირებული მეთოდია, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ დისკომფორტი იმ მგზავრებისა, რომლებიც თქვათ უკვე სხედან ბორტზე და ელოდებიან თქვათ თვითმფრინავის აფრენას. მე ხშირად ყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და რა თქმა უნდა ძალიან რთულია, როდესაც თქვათ გეჩქარება შეხვედრაზე, ბიზნეს მივლინებით მიდიხარ და შენი თქვათ მთლიანი განრიგი დამოკიდებულია არა ავიაკომპანიაზე, არა აეროპორტზე, უბრალოდ ერთ კონკრეტულ მგზავრზე, რომელსაც თქვათ აქვს რაღაც მთელი რიგი პრობლემებისა, არ უშვებენ საზღვარზე და სანამ არ მოხდება მისი სრულიად შემოწმება, უკან დაბრუნება, მთელი რიგი პროცედურების გავლა, არ ქონდა უფლება ბორტს აფრენის. ასეთ შემთხვევაში მთლიანი ჯაჭვი ირღვეოდა ავიაკომპანიების შემთხვევაში და ხშირად მქონია შემთხვევა, ჩვენ როგორც ოპერატორებს ძალიან დიდი ეკონომიური თუ ხარჯის, იმიტომ რომ ეს მთლიანი ჯაჭვია, როდესაც გვიანდება ერთი რეისი, ის უკვე განაპირობებს შემდეგი რეისების დაგვიანებას, თუ ვიმსჯელებთ უკვე ფინანსურ ზარალზე, აქაც რა თქმა უნდა გვაქვს დიდ თანხებთან საუბარი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ავიაკომპანიების შემთხვევაში ძალიან დიდი ხარჯია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის აეროდრომებზე გიწევს პარკირება, იქ არის გარკვეული საათები, იხდი გარკვეული დროების, ვთქვათ, ჩვენ ვეძახით სლოტებს, როდესაც კონკრეტულად იმ პერიოდში გაქვს უფლება ფრენის, აფრენის, დაფრენის და ასე შემდეგ და როდესაც უკვე ხდება გადაჭრა
ვაჭარბება 2 საათიანი, 3 საათიანი, ამ შემთხვევაში უკვე რა თქმა უნდა ის ყველა ხელშეკრულება კონტრაქტი თუ შეთანხმება ფასებზე რა თქმა უნდა გადასახედია, იცვლება და ხარჯები რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მქონდა გაცილებით მეტი. აქედან გამომდინარე მე როგორც თვითონ ავიაკომპანიის თქვა წარმომადგენელი ვიმსჯელებდი, რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს არის მისასალმებელი სიახლე და უნდა მოხდეს უბრალოდ სწორად და კარგად დარეგულირება ამ პროცესის, რომ არ გამოიწვიოს მაქსიმალურად უკმაყოფილება უკვე უკან მიბრუნებული მგზავრების, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან რთულია მე მესმის მათ მდგომარეობაში შევდივარ როგორც მოქალაქე, როდესაც ვთქვათ გაურკვეველ ტერიტორიაზე, უცხო ქვეყანაში, სადაც ვთქვათ ხშირად აქვთ ენის ბარიერიც, ვერ აგებინებენ ერთმანეთს ჩამოსული მგზავრები და ვთქვათ ჩვენი მესაზღვრეები. არ აქვს მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამეორდები საქართველოს იქნება თუ ნებისმიერი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში შეიძლება საქართველოს მოქალაქე ჩავიდეთ და არის მთელი რიგი ქვეყნები, არ დავასახელებ, სადაც დიდად ესე ხელგაშლილი არ გველოდებიან და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩემი საახლობლოდანაც ვთქვათ 4-5 დღე მოუწია ბავშვთან ერთად აეროპორტის ძალიან ცუდ პირობებში, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვთქვათ სივრცე აქვს ხოლმე გამოყოფილი, სადაც მინიმალური კვება და ცოტა ცხოვრებისთვის ცოტათი შეუფერებელი პირობები. რა თქმა უნდა, ჩვენ თუ ამ ყველაფერს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს, რა აქვს მნიშვნელობა, მიბრუნებულია თუ არა, მაინც ჩვენი სტუმრებად ითვლებიან, რახან უკვე საქართველოში ჩამოფრინდნენ, დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც გადახედავენ და რახან უკვე გადაიდგა ეს ნაბიჯი იმისთვის რომ თქვათ მაქსიმალურად კმაყოფილი იყოს უცხოური ინვესტორები, რომლებიც თქვათ ფიქრობენ საქართველოში ახალი ფრენების დაწყებას და რახან ეს ნაბიჯი გადაიდგა, აუცილებელია ისიც რომ რა თქმა უნდა ვიფიქროთ მის მეორე მხარეზეც, რაც ნაკლებად იფიქროს საინტერესოა აქ და ავიაკომპანია უნდა იფიქროს ამ დარჩენილ მგზავრებზე. ავიაკომპანია აქამდე ჰქონდა პასუხისმგებლობა, რადგან ის იყო ვალდებული და იძულებული დაალოდებოდა მგზავრს, ეს იყო ზუსტად მისი პასუხისმგებლობა, რომ უკან წაეყანა ეს მგზავრი. ანუ ამ შემთხვევაში ბილეთის ანაზღაურება ხდებოდა ავიაკომპანიის მხრიდან. იგივე ავიაკომპანია, რა თქმა უნდა, ისევ იღებს ვალდებულებას, რომ შემდეგ რეისი ან არ ვიცი, იმ დღეს თუ არ იქნა ეს რეისი, 2-3 დღის მერე რეისზე დააბრუნოს ეს მგზავრი, უახლოეს რეისზე, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. თუ ვისი პასუხისმგებლობით მოხდა აი ამ მგზავრის შემოყვანა, ან მერე უარის თქვა, ეს იყო მგზავრის პასუხისმგებლობა, ანუ მგზავრს არ ჰქონდა ყველა ის მთელი რიგი საბუთები წარმოდგენილი, თუ შეიძლება ავიაკომპანიის თანამშრომლებმაც დაუშვეს შეცდომა გამოფრენის დროს ხომ ეკითხებიან, როდესაც რეგისტრაციას გადიან, ამ შემთხვევაში თუ სავიზო ქვეყანაა, რა თქმა უნდა, რეგისტრაციის დროს ვალდებულია იკითხოს კონკრეტულ ქვეყანას ესაჭიროება თუ არა ვიზა. მოკლედ აქ მთელი რიგი პატარა ნიუანსებია, რომლის გადახედვაც აუცილებელია. თუ ავიაკომპანიის შეცდომით მოხდა არასწორი მგზავრის არასწორ ქვეყანაში ჩამოყვანა, ამ შემთხვევაში საქართველოში, რა თქმა უნდა, აქ უკვე ავიაკომპანია ღებულობს პასუხისმგებლობას, მაგრამ თუ ყველაფერი რიგზეა და ავიაკომპანიას ფიზიკურად არ აქვს გაცხრილის საშუალება და მეთოდი, ამ შემთხვევაში თუ თქვათ კონკრეტული ქვეყნის მესაზღვრე ეუბნება უარს, შეიძლება რაღაც თქვათ გასული მოგზაურობების პერიოდში აქვს დეპორტი ან რაღაც სამართალ დაარღვევა, რასაც რა თქმა უნდა ავიაკომპანიის თანამშრომელი ვერ გადაამოწმოს. ამ შემთხვევაში უკვე ავიაკომპანია იხსნის თავის პასუხისმგებლობას. რამდენად ხშირი არის ხოლმე ესეთი უკან გაბრუნებული მგზავრების რაოდენობა, თუ გაქვთ რაიმე მონაცემი და ძირითადად რომელ ქვეყნებს შეიძლება რომ ეხებოდეს? საქართველოს თუ ვშევლობთ, ნუ ევროპის ქვეყნებიდან რა თქმა უნდა ძალიან იშვიათია, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ძალიან იშვიათია, თუ რაღაც სამართალ დაარღვევასთან არ გვაქვს კავშირი და თუ ყველაფერი რიგზეა, იმიტომ რომ ჩვენი მესაზღვრეები ყოველთვის მე ძალიან ხშირად დავფრინავ, შესაბამისად ძალიან ხშირად მიწევს ქვეყანაში შემოსვლა და სულ ხედავ ხოლმე და მაინტერესებს ვაკვირდები და თან მიხარია, როცა ბევრ ტურისტს ვხედავ. ანუ ძალიან მეგობრულად მინიმალური შეკითხვებით აწუხებენ, თუმცა როდესაც უკვე არის რაღაც გარკვეული რისკ ფაქტორი, ან თქვათ გაურკვეველი საბუთები, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაც კი არა, რომ ესეთი ადამიანი ქვეყანაში არ შემოუშვას. არის შემთხვევები საკმაოდ ხშირი. ალბათ უფრო არაბული ქვეყნებიდან, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ხშირად დუბაიში მიწევს ჩვენ ოფისი გვაქვს იქ და ხშირად ხდებოდა შეყოვნება 2-3 საათი ზუსტად აი ამ მიზეზით. ასევე ინდოეთიდან, პირდაპირ რეისები არ არის ინდოეთიდან, მაგრამ ხშირად მოყვებიან არაბეთის ქვეყნებიდან რეისებს, იმიტომ რომ ბევრი მოგეხსენებათ, ბევრი ინდუსი არის საქართველოში, თუნდაც სწავლის თვალსაზრისით, აი შეიძლება ვთქვათ, ბევრს არ ჰქონდეს დასრულებული ეს სამედიცინო კუთხით, ვთქვათ, ყველა დოკუმენტაცია, რომელიც სწავლისთვის და აქ ცხოვრების უფლების მოპოვებისთვის არის სავალდებულო და აუცილებელი, მოკლედ არის რა თქმა
უნდა ხშირი შემთხვევები. ასე რომ მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის ძალიან კარგი წამოწყება, ძალიან კარგი ინიციატივა და ჩვენ ნამდვილად გაგვიადვილებს ამით მუშაობას საქართველოს ბაზარზე. ძალიან კარგი. მოდით ვისაუბროთ ტურიზმის სხვა ასპექტებზეც. დღეს გამოქვეყნდა გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა და ხედავთ, რომ კლება არის ამ მონაცემებში. თქვენ როგორც ამ ბაზრის აქტიური მოთამაშე, რა ტენდენციებს ხედავთ დღეს? ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ, ვერ ვუარყოფთ, რომ არ არის კლება. მთელი ეს კლების ტენდენცია შეინიშნება უკვე 2024 წლის მიწურულიდან და ზუსტად იგივე ტემპით მიდის. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ შეჩერებულია მომართვის უნარიანობა, თუმცა თუ შევატარებთ გასულ წელს, ან იმის კიდევ 1-2 წლით უკანაც გადავხედავთ, რა თქმა უნდა, საგრძნობლად არის კლება. ჩვენ სტატისტიკას რა თქმა უნდა ყოველთვის ბოლოს ვაწარმოებთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ შინაგან პორტფოლიოს გიზიარებთ, ამ შემთხვევაში სადღაც 18-20%-იან კლებასთან გვაქვს საქმე, რაც დამეთანხმებით არ არის ნამდვილად ცოტა. თუმცა ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ ცოტა მობილიზება აკლდა ქართულ მომხმარებელს და უფრო მიწურულში, უფრო მეტად გააქტიურდებიან, თუმცა სამწუხაროდ უკვე ნაადრევი ჯავშნების ეს პრივილეგიები და უპირატესობები, რაც ჩვენ შევთავაზეთ ქართულ მომხმარებელს, ეს რა თქმა უნდა უკვე გამორჩათ და ფასებმა საგრძნობლად მოიმატა და ყველა ის შეთავაზება, რაც ჰქონდა თქვა იანვარში ან თებერვალში, რომელიც უკვე შემდეგი ზაფხულისთვის იყო ხელმისაწვდომი, უკვე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩახურულია. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერზე ითამაშა როლი იმანაც, რომ ფასები საკმაოდ გაზრდილია. როგორც ავიაბილეთების ფასებმა მოიმატა, ასევე სასტუმროში განთავსების ფასებიც ეს რა პროცენტიან ზრდაზე ვსაუბრობთ? სადღაც 20-30% გვაქვს. მე ვსაუბრობ მასიურ ტურისტულ მიმართულებებზე. ჩვენ როგორც ოპერატორები ძირითადად მივმართავთ ყურადღებას მას ტურიზმზე, სადაც თქვა ჩარტერულ რეისებს ნიშნავთ და დიდი რაოდენობით მგზავრს გავეზიდებით. შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში თითქმის ყველგან ეკონომიკური კრიზისია, ისევე როგორც ჩვენთან, არ ვიცი, სტატისტიკით ვერ დავასაბუთებ, თუმცა მე როგორც მოქალაქე ამას ვგრძნობ და ყველა ჩემი კოლეგა სხვადასხვა ქვეყნებიდან ზუსტად იგივეს გვიზიარებს. ანუ, როდესაც თქვა საყოფაცხოვრებო ელემენტარულ ნივთებზე არის გაზრდილი ფასი, ეს ყველაფერი ჯაჭურად უკვე აისახება თუნდაც სასტუმროში მომხმარებლის ფასებზეც. სასტუმროში განთავსება მოიმატა სადღაც 16-დან 20%-მდე შუალედით. მოიმატა ფასებმა საწვავზე, შესაბამისად ტრანსპორტის ფასიც გაიზარდა, ანუ ტრანსფერს გულისხმობ ავიაბილეთებზე მოგეხსენებათ ისედაც ყველა მითით, რომ ფასების ზრდა გვაქვს პანდემიის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. და საერთო ჯამში ტურპაკეტის ღირებულებაც არის მომატებული 30%-მდე. გააჩნია მიმართულებას, თქვა თურქეთზე 20%-ის ფასნამატი გვაქვს, ეგვიპტეც სადღაც 25%-მდე გვაქვს, ხოლო ევროპის ქვეყნები 30% და ზევით. ყველასთვის საყვარელი ავიაკომპანია, რომელიც ხელმისაწვდომი იყო, თქვა ძალიან ბიუჯეტური იყო, უკვე აღარ არის, ხომ ყველა მიცით, რომ ესეთი ბიუჯეტური და ყველას ისეთი მოლოდინი აქვს მიჩვეულია, რომ ძალიან დაბალ ფასად უნდა გაფრინდეს ევროპაში. სამწუხაროდ ეს ხალხშესაძლებლობა უკვე თითქმის 1 წელი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ საკმაოდ რაც არ უნდა ადრე შევიძინოთ ბილეთი, საკმაოდ ძვირია და ყველა გვირეკავს ხოლმე, რომ რაღაც 1 წელია დარჩენილი და რატო არის ესეთი ძვირი ფასი, ანუ სამწუხაროდ პანდემიის შემდეგ შეიცვალა ბაზარი შეიცვალა. ეს არ არის მხოლოდ წლევანდელი სურათი. მთელი პანდემიის შემდეგ მე ხშირად ყოფილვარ თქვენი არხის სტუმარი და ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე. ნელ-ნელა ყველა ველოდებოდით ამას. შესაბამისად ეს იყო მოსალოდნელი პროცესი, იმიტომ რომ პანდემიის დროს იმდენად გაგვიჭირდა ჩვენს სფეროს და იმდენად გართულდა ამ ყველაფერსთან გამკლავება, ეხლა ნელ-ნელა უკვე სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ფასების მატებაა და რაღაცნაირად ხდება ამ ყველაფრის ანაზღაურება და დაკომპენსირება. მინდა რომ ბოლოს მოლოდინებზეც მითხრათ, აი როგორ ზაფხულსელდებით, ყველაზე აქტიური სეზონი მაინც ყველა ეს ტურისტულ სექტორში მაინც არის ზაფხული, როგორი არის თქვენი მოლოდინები და რა მიმართულებებზე? არ გვაქვს ვაუ მოლოდინი, იმიტომ რომ რეალისტები ვართ, ზუსტად ხედავთ სიტუაციას. მე ზამთარშიც კი ვთქვი 2024 წლის მიწურულს, რომ ანუ ვიცოდით ზუსტად რომ იგრძნობა ტენდენციები, როდესაც შეგიძლია უკვე ამდენი წლის შემდეგ განსაზღვრო პროგნოზი, რა თქმა უნდა 100%-ით გარანტირებულად არა, მაგრამ რაღაცნაირად უკვე შეგიძლია მომავალი პროგნოზის გაკეთება და ჩვენ ყველა ვიცოდით, რომ ეს წელი არ იქნებოდა ძალიან აღსანიშნავი და თითით საჩვენებელი წელი, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, რომ მინიმალურად ზარალიანი იყოს და ესე სტაბილურად, მშვიდად გავუყვეთ ჩვენს გეგმებს. უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებთ, იმიტომ რომ უფრო რთული პერიოდებიც გამოგვივლია და შესაბამისად თუ ყველაფერი მშვიდობით სტაბილური იქნება ქვეყანაში, იმიტომ რომ თუ სასტაბილურებული სიტუაცია არ იქნება, როგორც შემომყვან ტურიზმში, ისეთ გამყვან ტურიზმში პირველივე მსხვერპლი ეგრეთ რომ ვთქვათ, ვართ ჩვენ.
ავიაცია, ტურიზმი ყოველთვის მოქმედებს. როდესაც რაღაც რყევები აქვს, ნებისმიერ ქვეყანაში ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, პირველი ამ დარტყმას იღებს ყოველთვის ტურიზმი. რა პროცენტი ინკლებაზე აკეთებთ გათვალს, რა სელოდებით? რამდენად იქნება ცვლილება? როგორც თქვი, უკვე 18% უკვე არის. და შეგვიძლია შემდეგ უკვე სეზონის ბოლოს ვნახოთ, თუ რამდენად განსხვავებული წელი იქნება სეზონის მიხედვით. დავიტოვოთ იმედი, რომ მაინც ყველაფერი კარგად იქნება. სალომე ბერაია, პეგას ტურისტიკ ჯორჯიას გენერალური დირექტორი იყო საქმის კურსის სტუმარი და ფიქრობ საინტერესო თემაზე საუბრობდით. საქმის კურსი ამით დასრულებულია 17 საათსა და 40 წუთზე ბრუნდებით ეთერში დროებით.